პარლამენტში თქვენ იცით რომ შექმნილი არის საგამოძიებო კომისია, რომელზეც ხდება გარკვეული პოლიტიკოსების მოხდა დაბარება, მაგალითად ოპოზიციური პარტიის ლიდერების, რომლებიც არ მივიდნენ და რამდენიმე ახლაც ციხეში არის. ოპოზიცია აღიქვამს ამას პოლიტიკურ დევნად. საქართველოს სახალხო დამცველი ამ ფაქტს როგორ აღიქვამს მათ დაბარებას, შემდეგ მათი მხრიდან გირაოს არ გადახდას და შემდეგ უკვე ციხეში წასვლას. რა ხდება, როგორ უყურებს სახალხო დამცველი? ეს არის სოფთა პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, შესაბამისად პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული, პოლიტიკური ლიდერები არიან ჩართული და აქედან გამომდინარე ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე ტიპის შეფასება მივცე ამ პროცესს, იმიტომ რომ პოლიტიკურ ორგანოში მიდის პოლიტიკური პროცესი და მე პოლიტიკური შეფასებებისგან რა თქმა უნდა თავში შევიკავებ, ეს არ არის ჩემი საქმე ამ შემთხვევაში. სახალხო დამცველი საუბრობს უფლებადარღვევებზე და არა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. თუმცა ახლა ზოგადად როგორც ადამიანი რო ვისმენ იქ, რასაც ადამიანები ყვებიან და იხსენებენ იმ ძალიან რთულ პერიოდს, როცა ესეთი ადამიანის უფლებების ასეთი ფაქტობრივად განულება ხდებოდა. ეს ძალიან ძიმა მოსასმენია და იმედი მაქვს, რომ ზოგადად ამ პროცესის შედეგად დანაშაული, რაც იკვეთება და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაული, მათ მიმართ კანონი იქნება სამართლიანი და კანონი იქნება მკაცრი, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების ასეთი შელახვა არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ იქნება, ახლა იქნება, თუ როცა არ უნდა იყოს. ეს არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და პოლიტიკური შეფასების გარდა სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოყვეს ამ ეს არ შეიძლება, თუ დანაშაულის ახლა ხდება განცხადება და ადამიანები საუბრობენ კონკრეტულ ადამიანებზე, რომ ამან მაწამა, ამან ეს გამიკეთა, მენ ეს გამიკეთა, რა თქმა უნდა, ეს გამოძიების დაწყების წინაპირობაა თავისთავად. ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევა ისეთი რამეა, რომ რადროც არ უნდა გავიდეს, როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის სამართალი უნდა დადგეს და დგება ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ ეს ის საკითხია, ეს ის მუხლებია, რომელიც ხანდაზმულობას არ ექვემდებარება, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება რომ სამართლებრივი პროცედურები იქნას დაწყებული უფლებადარღვევების მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის გაითვალისწინოს ყველა ხელისუფლება.